დაგპირდით და აგისრულეთ, ესე იგი, ჩემი დანაპირები. კატეგორიულად არ შევდივარ სტუდიაში და მოროშკინას პოდკასტებს გთავაზობთ ქუჩიდან, სკვერებიდან, სოფლებიდან, რეგიონებიდან და მე და ჩემი წითელი ჩანთა, მოკლედ ასე დავბოდიალობთ, იმიტომ რომ ვთვლი რომ ცოცხალი ქუჩები ბევრისთვის არის ბევრად უფრო სასიამოვნო სანახავი, გარდა იმისა, რასაც გიყვებით და გათვალიერებინებთ სხვადასხვა რეგიონებს, ქალაქებს და აი ეს ყველაფერი ქუჩის კულტურაც რო შემოდის მოროშკინას პოდკასტში, ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო და ვხედავ რომ რეაქციებიც დაუყოვნებლივ არის ამ ყველაფერზე, ძალიან ბევრი ნახვა აქვს და ძალიან დიდი მადლობა თაყვანისმცემლებს. დღეს ჩემი სტუმარი არის ლანა კიკნაძე, მე და ლანა, რა ვიცი, 100 წელია ტელევიზიაში ერთად ვმუშაობთ, ფანტასტიკური პროდიუსერი და ნუ რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ახალგაზრდა და პერსპექტიული ქალბატონი, ლამაზი, ოქროს გოგო და ძალიან ნიჭიერი და საოცარი პროექტი მოიფიქრა, კინომოგზაური ქვია. აი ესე ბოდიალობს მოკლედ რეგიონ, ჩააქვს შედევრები, ჩააქვს ახალი ფილმები, ჩაყავს ავტორები და ასე ინტერაქტივს აწყობს იმ ადამიანებთან, რომლებთანაც არის ეს არიან ახალგაზრდები, სხვადასხვა წარმომავლობის, წარმოშობის, კონფესიის, ასე შემდეგ, ანუ ყველას ეძახის, სტუმრებსაც, ტურისტებსაც, ადგილობრივ მოსახლეობასაც და რაც მთავარია, ეს არის არაკომერციული პროექტი. აი მას თავისი სულის ასე იგი სიმღერად აქცია მოკლედ კინემატოგრაფი ლანამ და მინდა გაგაცნოთ არაჩვეულებრივი ლანა და დანარჩენი მისგან მოვისმინოთ. ლანა, მოკლედ ჩვენს პროექტზე ვილაპარაკე შესავალში ძალიან საინტერესოა, რასაც აკეთებ და მინდა გითხრა, რომ პრაქტიკულად ახალ ისტორიას ქმნი, იმიტომ რომ ვინმე უნდა გაიტანოს ჩვენი ფანტასტიკური შედევრები, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთაც. ამაზე ჩვენ მე წრუწულად ვისაუბროთ. დღეს აი ესე ვსეირნობთ თბილისის ერთ-ერთ განახლებულ უბანში. მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილი, სადაც ახლა არის რედ რედისონი და ჩემი თაობის ადამიანებს ახსოვთ, რომ ნუ მართალია ესეთი დიდი და წითელი ლამაზი მტრედი მაშინ არ იყო, მაგრამ იყო ფოსტა და პირველი რაც მახსოვს, ამ ფოსტაში გერმანიიდან ბებიას გამოუგზავნეს მაშინ საშობაო კულიჩები და ახლა აქ რომ მოვდივარ ხოლმე, მგონია რომ ამ კულიჩს მივირთმევ, ესეთ გემრიელია. სხვათა შორის აქ ფისოებიც არიან. კარგია რომ ჩვენ გვაქვს ის კულტურა, რომ შინაური ცხოველები ყოველთვის არიან ნაკვები და მოვლილები და სხვათა შორის ამაზე ცალკე შეიძლება გადაიღო ფილმი, მე მგონი მსოფლიოში არ ხდება აი ასეთი ზრუნვა შინაურ ცხოველებზე. მოკლედ ეს ჩვენი ისტორიული ფოსტა, რომელსაც ძალიან ბევრი ქართველის გული გაუხარებია, იმიტომ რომ საბჭოეთის დროს პრაქტიკულად ერთადერთი ბმა იყო რაღაც უცხოეთთან, საიდანაც გამოგდიოდა ლამაზი რაღაც საჩუქრები. კარგია რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავად გავუკეთოთ ჩვენ თავს საჩუქარი. კარგი, დაუბრუნდეთ ჩვენ საქმიანობას და მოდი მომიყევი, საიდან წამოვიდა იდეა და ზოგადად რისი თქმა გინდა? აი ამ ყველაფრით, აი ამ საოცარი ივენთებით, რომელსაც ჩვენ გეგმავ, როდის იწყება? საერთოდ რა იწყება და მოდი შენი საუბრე. კეთილი ლალი, ძალიან დიდი მადლობა რომ დაინტერესდი ამ თემით და ყველა ჩემ ახალ წამოწყებას ასე უჭერ მხარს ამისთვის მადლიერი ვარ. რაც შეეხება ამ პროექტს, კინომოგზაური უკვე 1 წელია ჩემს ტვინში ლაგდება და რაღაცნაირად მოვახერხე და მადლიერი ვარ საკუთარი თავის რომ დიდი შრომის ფასად. ნამდვილად 1 წელი არ არის ცოტა დრო და უკვე საორგანიზაციო საკითხები აბსოლუტურად ყველაფერი დალაგებულია. მაყურებელს და მსმენელს უფრო მეტი რომ უთხრა კინომოგზაურზე. ეს არის მობილური კინოთეატრი, რომელიც მთელ საქართველოს მოივლის, თუმცა საწყის ეტაპზე მე შევარჩიე 4 რეგიონი. ეს 4 რეგიონია კახეთი, ანუ თელავი, პირველ სტარტს 25 აპრილს სწორედ სიღნაღში არ ჩამომავლი? აუცილებლად ჩამოვალ. სწორედ თელავიდან იწყებს კინომოგზაური მოგზაურობას. შემდეგი რეგიონია გორი, მერე ახალციხე და რა თქმა უნდა სამეგრელო დიდებული ზუგდიდი. რა მაგარია. მე მაქვს ამბიცია იმის, რომ აუცილებლად ეს კინოპროექტი მთელ საქართველოს მოივლის. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ქვეყანაში ყველა რეგიონში
კინოდარბაზები არ არსებობს და ეს პროექტი სწორედ ეხმაურება იმას, რომ იმ ახალ თაობას, რომელიც რეგიონში იზრდება, კულტურული სივრცეები და ეს ფუფუნება შეუქმნას. ეხლა მე გეტყვი კიდე ერთ რამეს, ეხლა მინდა რომ აი ესეთი დიალოგის რეჟიმი გქონდეს ლანა და მე რატომ მინდა ხაზი გაუსვა რა მნიშვნელოვანია, რასაც შენ აკეთებ. ეხლა სიღნაღი ყველა მიცის რომ არის კულტურის მექა, ხო? ნუ რა ვიცი, ვანო სარაჯიშვილიდან დაწყებული, ან როგორი პოეტები, ან როგორი მწერლები, ან როგორი მუსიკოსები და შენ წარმოიდგინე სიღნაღს არა აქვს თეატრი, ქალაქს, სადაც ტარდება თეატრალური ფესტივალი, ну ცხადია, ხა კინოზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი არ არის და რომ ვიკითხე, კაცო, სად არის თეატრი, შენობა არის და თეატრი არ გვაქვს. აღმოჩნდა რომ მაშინ იმ ავაცახსენებელ პერიოდში მიყიდეს კერძო პირს და ну ახლა წარმოუდგენელი ამის გაკეთება. სად წავიდნენ ახალგაზრდები? იცი რა, ძალიან კარგია მწვადი და ხინკალი და მე ძალიან მიყვარს, მაგრამ თუ რაღაცა კულტურული კერები არ გაჩნდა, წარმოუდგენელია და შენ რასაც აკეთებ, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ზაფხულის პროგრამა. აი როგორ არის, იცი რა მითხარი? როგორ ხერხდება? ესე იგი რაღაცა ნაყიდი გაქვთ ტექნიკა, ხო? ყველა როგორ არ მიხარი? თანმიმდევრულად, სწორედ ის 4 რეგიონი, რომელიც ახლა მე ვახსენე, პირველი ეტაპი იყო ამ 4 რეგიონთან და მერებთან მოლაპარაკება და სივრცეების გამოყოფა და ტექნიკური უზრუნველყოფა მათ მოკლედ თავიანთ თავზე აიღეს. რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ჩემი პროექტისთვის, არამედ მათივე რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. რა თქმა უნდა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ზრუნვა და ფიქრი სწორედ მათივე ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. და მადლობა თვითოულ მერს, მე მახსოვს მათი სახელები და გვარები, თუნებას მომცემ, რა თქმა უნდა, ვიტყვი, კიდევ ერთხელ და აუცილებლად და უნდა გადავხდი, ეს არის კონსტანტინე ბუზალაძე, ეს არის ვარლამ ციკლაური, ეს არის დავით კოდუა და აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც ამ პროექტზე აქტიურად მუშაობა დავიწყე, მხარი დამიჭირა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა. მათ დაინახეს ეს ღირებული პროექტი და ამისთვის მადლიერი ვარ ბატონ მამუკაბლიაძეს ვუხდი მადლობას, ქალბატონ მანარას სურაძეს ვუხდი დიდ მადლობას და რასაკვირველია ლევან დვალს. ასევე შემდეგი ეტაპი იყო შემოქმედებით მე საქართველოს მხარი დაუჭირა ჩემს პროექტს კულტურის სამინისტრომ, მადლობა ქალბატონ თინა რუხაძეს და მადლიერება ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რას ლაპარაკობ? მეც ვთვლი რომ იცი რა არის, ეს არც რეკლამა არ არის, არც რაღაცის კერძო ბიზნესი არ არის. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვყავს ჩვენი ახალგაზრდები, ჯერ ერთი რაღაცა გადასარჩენი, იმიტომ რომ ნარკომანია, რომელმაც წალეკა ქვეყანა და დიდი მადლობა და ახლა უნდა ვუთხრა, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სუსსაც, რომელსაც რა ვიცი, კოლოსალური ოპერაციები ჩატარდა და მე ვფიქრობ, რომ ეს ის პროცესია, რომელიც არ უნდა შეჩერდეს. არჩევანი არ ქონდათ. კიდევ ერთხელ რომ მივდივართ კულტურული კერებისკენ, ხო? ასევე ძალიან ცოტა იყო სპორტული კერები. და ახლა ნუ არ ვიცი, თვი არ გავა, რომ ახალი დარბაზი არ გაიხსნათ. მობძანდით, დაკავდით, ყველაფერი გააკეთეთ. მე მესმის, რომ სტუმართ მასპინძლობა არის კარგი თემა და ძალიან მინდა ლანა ამაზე ახლა ვისაუბრო. ჩვენ ყოველას ხო გვაქვს მოლოდინი, რომ აი ზაფხული მოდის და ტურისტებით გაივსება ქალაქი. რეალურად სიღნაღში მე მაგალითად ამ პერიოდში ვთქვი კიდე წინა გადაცემაში ამდენი ტურისტი არ მახსოვს. მაგრამ უფრო მეტი მაინც არის შიდა ტურიზმის მომხმარებელი. რატომ იცი? ჩაიკეტა საზღვრები, რაღაცა ისე ვაკუუმში ვართ, გაძვირდა ნავთობი და თვითმფრინავის ბილეთები არ ვიცი, ისეთ ფასი გახდა, რომ წარმოუდგენელი და ჩვენ აი როგორც პანდემიის დროს გადავეწყვეთ და შიდა ტურიზმზე ვიყავით აქცენტირებულები, ახლა ასე ვიქნები და შენი აი ამ ფანტასტიკური პროექტით ზუსტად ჯდები იმ აუცილებლობაში, რომელიც დრო მოიტანა. მადლობა. მადლობა კათინაურისთვის და აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ თვითოულ რეგიონში, ზემოთ ახსენებულ რეგიონში მოვაწყობთ ორკვირიან ტურნეს. ეს იქნება შაბათობით, იმ დღეს, სწორედ როცა ახალგაზრდებს ხელი არ შეეშლება სასწავლო პროცესში, ყველა რეგიონში ჩვენებები დაიწყება 7 საათზე და მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ გუნდს, პატარას, მაგრამ რამდენი ხარ? ინტერესოს. ჯერჯერობით 5. გასარევია. ჯერჯერობით 5, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ როცა გავიზრდებით, გუნდიც გაიზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია ლალი ის ფაქტორი, რომ არაჩვეულებრივი კინო აფიშა მაქვს, ეგრეთ წოდებული პროგრამა და ამ პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი არის
ის რომ ჩვენ მხოლოდ ქართულ ფილმებს ძველ და ახალს კი არ ვაჩვენებთ. ფილმის ჩვენების შემდეგ პროექტს ყავს მოდერატორი. უი რა მაგარია, ანუ გარჩევა არის ხოლმე? ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა გოგონა სალომე, რომელიც აი ამ ფილმების შემდეგ კინო ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებთან ახალგაზრდებს შეხვედრას მოუწყობს და მოდერაციას გაუწევს. შვენიერი. ლანა, აი იცი რა მაინტერესებს, რა პროგრამაა ზოგადად? კი ბატონო, როგორც აღნიშნეთ, თითო რეგიონში ჩვენ ორ ჩვენებას მოვაწყობთ. პროგრამა არის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. მოდი მივყვებით თანმიმდევრობით და ვიტყვი. მაგალითად, 25 აპრილს, როცა პროექტი იწყებს იღებს სტარტს, ჩვენ თელავში ვაჩვენებთ გიორგი ოვაშვილის გაღმანებას. ნიშნულოვანი ასევე ის, როგორც აღნიშნე, რომ ბატონი გიორგი დაესწრება ჩვენებას და ჩვენების შემდეგ იქნება მისი და ახალგაზრდების შეხვედრა და ძალიან საინტერესო დისკუსია, რა თქმა უნდა, ერთგვარი მასტერკლასი, იმიტომ რომ კინო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ძალიან. და სცენარის დაწერის იდეის ჩამოყალიბებიდან დამთავრებამდე. შემდეგი ეპიზოდი, მადლობა ბატონ გიორგის ნდობისთვის და მან ზაობა გამოთქვა მაშინაც როცა ცოცხალი პროექტი არ შეიძლება ხო რომ ამ პროექტს არ ყავდეს, რა ვიცი, მხარდამჭერებით და მსურველები რომ გახდეს მართლა მასშტაბური. მიხარია რომ მართლაც ასეა და აი მისთანაც მქონდა მოლაპარაკებები პირველ ეტაპზე ყველამ ძალიან დიდი სიხარულით გამოთქვა მზაობა. რაც შეეხება შემდეგ ეპიზოდს, ისევ შაბათ დღეს კულტურის ცენტრში მოხდება თელავში ეს ჩვენება. მარიამ ხაჭვანი რეჟისორი, კინორეჟისორი, ქალი რეჟისორი, გენიალური გოგოა ამსრულიად. ძალიან საამაყო ქალბატონია მარიამი, თავისი არაჩვეულებრივი ფილმით დედეთი იმოგზაურებს თელავში, რა თქმა უნდა, ფილმის ჩვენების შემდეგ ასევე მარიამთან იქნება შეხვედრა. მე მინდა ორი სიტყვა ვთქვა მის ფილმზე, რომელსაც არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს და ზოგადად მარიამი ქალების სათქმელს თავის ფილმებში ძალიან მყარად და რიხით და საინტერესოდ გადმოსცემს და მე ყოველთვის მადლიერი და მადლობელი ჩამოვჯდეთ მისი, იმიტომ რომ ქართული კინოს სიყვარული ყოველთვის მქონდა ლალი. აი ჩემს ბავშვობაში მე ის თაობა ვარ, როდესაც მეორე არხზე გადიოდა ხოლმე ოთხშაბათობით ქართული ფილმი და მე არ მახსოვს არც ერთი ეპიზოდი, რომ გამომეტოვებინოს და მე კიდე იცი რა მინდა გითხრა, სადღაც 5 ფილმში ვარ გადაღებული ქართულში. ეს იცი რომელი პერიოდია? 90-იანები, როდესაც ზართულად მიდიოდა. ის კი არა, ნუ აი სცენარებიც ჰქონდათ ყველაფერი, მაგრამ გადაღების საშუალება არ იყო და არაფერი არ მაქვს. აი არც ციფრული ვერსია მაქვს. ნუ აი კორიფეებთან ერთად მითამაშია ფილმებში და ნუ აი იცი როგორ გული მწყდება, რომ არაფერია. ნუ არქივში იქნება ხო და მე ვთხოვე, ნუ აი ვინც დარჩნენ ცოცხლები, იმიტომ რომ მე ვთამაშობდი, ნუ მართლა ძალიან ცნობილ მსახიობებთან ერთად და სხვათა შორის გივი სიხარულიძეს ვთხოვე, რომ ითაოს ახლა ის ენერგიულია, რომ რამენაირად აიღოს და გავაციფრულოთ ეს ძველი ფილმები. ნამდვილად და კინოცენტრის ფოტოშოპს შენთან როგორ არის? ციფრული ვარიანტი გაქვს? კინოცენტრს ხა მე არ ვარ კომპეტენტური მათმაგიროთ რასაკვირველია ვილაპარაკო, მაგრამ ეს ინიციატივა და ძალიან ბევრი კარგი ძველი ფილმი მათ გააციფრულეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მე იმეც ვიტოვებ, რომ ჩემი პროექტის ფარგლებში მათ შორის საბავშვო ანიმაცია იქნება ნაჩვენები, რომელიც სწორედ კინოცენტრის საბავშვო ანიმაციაზეც უნდა გითხრა. ძვირფასო მეგობრებო, არსებობდა არაჩვეულებრივი პროექტი მაცაცერა. და ნუ აი გენიალურია სრულიად, რა ვიცი, ჩემი მეგობარი ოქროს იოსელიანი და ნუ მასაც ვუთხარო, მოდი იქნებ ციფრული ვარიანტი, იმიტომ რომ ისინი ვინც თამაშობდნენ იქ და პატარა ბავშვები იყვნენ, ახლა არიან უკვე დასრულები, ზოგი მსახიობია, ზოგი რა ვიცი, ნუ ფაქტიურად ჩვენ გვაქვს, აი შენ რომ იცოდე, იმიტომ რომ ალბათ შენი საქმის ნაწილიც ესეც იქნება, გვაქვს საოცარი ფონდი და ამ ფონდის ჩვენება ვერ ხერხდება. ეხლა მე წარმოვიდგენია რომ საბავშვო ფილმები რო აჩვენო რეგიონებში და ყველა იყო იუმორით სავსე. თაქორწილი მაგალითად ნამდვილად. ლალი გავაგრძელებ ისევ იმ პროგრამაზე და მივყვებით ანმდევრულად. ჩვენ როცა დავამთავრებთ მოგზაურობას თელავში, პროექტი გადაინაცვლებს ახალციხეში და ახალციხეშიც არანაკლებად საინტერესო ფილმების ჩვენება იქნა არის დაგეგმილი, ასევე მათ
უნივერსიტეტის დარბაზში მოხდება ეს ჩვენებები. დარბაზშია მხოლოდ შესაძლებელი. ამ ეტაპზე ასე და მე გაიზრდება პროექტი და უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება იმედს ვიტოვებ. ხალხს ეხსოვება წყნეთის ღია კინო, გაზაფხული. ნუ აი, იცი რა არის? სულ სხვა კიდე ბედნიერებაა, როდესაც ჩვენ შეგიძლია ესე ღია სივრცეში ეზიარო აი ამ შედევრებს. ნამდვილად და ახალციხეში მაისის 9 რიცხვში კიაროს კურო ეს არის ახალი ქართული ფილმი, რომელიც გენიალურმა რეჟისორმა ალეკო ცაბაძემ გადაიღო, სულ ახლახანს იყო, რამდენიმე თვის უკან იყო ამ ფილმის პრემიერა თბილისში და მადლობა ბატონ ალეკოს, რომ ამ ფილმით წამოვა ახალციხეში 9 მაისს 16 მაისს კი ახალციხის სტუმარი იქნება არაჩვეულებრივი ქალბატონი რეჟისორი ქეთევან დოლიძე, მისი გამორჩეული, ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ფილმი კუკარაჯათი, იმიტომ რომ ამ პროექტის მთელი ხიბლი ის არის, რომ როგორც თანამედროვე, ისე ძველ კინო შედევრებს ვაჩვენებთ და ძალიან მაგარია. რასაკვირველია, ქალბატონი ქეთით შეხვდება ახალგაზრდებს ჩვენების შემდეგ ახალციხის მერე კი გადავინაცვლებთ გორში და ბატონ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმს ვაჩვენებთ 23 მაისს გორის კულტურის ცენტრში, დიდი მწვანეველი. მე ქეთს ვიხრი მის წინაშე, მადლობელი ვარ, რომ მის ასაკში და ბოდიშვიხდი ასაკს რო ხას უსვამ ერთი წუთიც კი არ დაფიქრებულა რალი, რომ არ წამოსულიყო ახალგაზრდებთან შესახვედრად, ან მისი ფილმი არ მოეცა და მადლობა ამისთვის ბატონ მერაბს. შემდეგ გორში ჩვენ ვაჩვენებთ ფილმს პრეზიდენტი, რომლის კინოპროდიუსერიც გახლავთ ვლადიმერ კაჭარავა და მე ვლადიმერს მინდა მადლობა გადაუხადო და მის productions 20 steps, იმიტომ რომ მან მე ამ პროექტის ფარგლებში მომცა მის საკუთრებაში, მის production-ის საკუთრებაში არსებული ფილმების ჩვენების უფლება და ვოვას მადლობას ვეტყვი აგერ შენი ეთერი. მე მგონი იცი შენ ცოტა ხანში გეყოლება ესე შლეიფად თაყვანის მცემლები, რომლებიც ჯერ ერთ რეგიონში შეხედავენ ერთ ფილმს, მერე გამოყვებიან მეორე რეგიონში. იცი რა არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ პაოლო კოელიო ასე სოფელ დადიოდა და თავის ნაწარმოებს უკითხავდა იქ ადამიანებს და ამბობდა რომ იცი წიგს არ წაიკითხავენო და თაობამ ხო უნდა გაიზარდოსო და ასე იჯდა და თავად უკითხავდა თავის ნაწარმოებებს და შენ გაგაქ აი ამ ხელა კულტურა და ქართული კულტურა რომელიც სამწუხარო წლებია იცი რა რაღაცნაირად იყო მე პირდაპირ გეტყვი რა რაღაცა ასე თქვა სალარო ფილმები რომელიც წამოვიდა რომელიც წესით ფული უნდა დაწეროს ჩემთვის ეს არის ძალიან დაბალი ხარისხის და იუმორი არ მესმის ამ ფილმების და რაც გათვლილია აი თითქოს პაპსა არის ხო ბჭყალებში არა პაპსა არ არის უკულტურობაა უზდელობაა ფილმი სადაც ამხელა რაოდენობით გინებები შეიძლება იყოს ჩემთვის მაგალითად სრულიად მიუღებელია იმიტომ რომ შეიძლება ბავშვი და მე შეიძლება შვილიშვილთან ერთად მიდაყურება და არ მინდა აი ამხელი კასკადი გინებების ვისმინო ეს არ არის შემოქმედება ამიტომ ის რასაც შენ აკეთებ ავტორები როგორცაც შენ არჩევ ხო ამას კიდევ ცალკე ზდილობა უნდა. იცი, ჩვენ როგორც ავღზრდით თაობას, ისეთი გაიზრდება. ეხლა რომ ვამბობთ, რომ როგორი არის, როგორ ფილმებზეც გავზარდეთ, როგორ აი გაუთავებელ გინებებზეც ის მივიღეთ. იცი რა არის, მეტნაკლებად ვიცი თქვა რა ხდება ქართლის რეგიონში. პრინციპში აი ახალციხეც ვიცი, იმიტომ რომ იქ უნივერსიტეტში ვასწავლიდი და სხვათა შორის ძალიან დახუნძლული იყო ყოველთვის საინტერესო პროექტებით. ჯერ ძალიან კარგი უნივერსიტეტია, ფანტასტიკური კონტინგენტია. აი ნუ კახეთი ვიცი და ვიცი. სამეგრელოზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს. რა ხდება სამეგრელოში? სამეგრელო, ეხლა მე ამ რეგიონში ცხოვრებ ადამიანებს და მათ ტემპერამენტს ვიცნობ და ძალიან მომწონს. მათი იდენტობა და საჭმელი მომწონს კიდე. კი და მოდი სამეგრელოდან დავიწყებ მადლობით და მადლობას გადავუხდი პატა ლაგვილავას, რომელსაც პირველად შევატყობინე, პირველი იყო ამ რეგიონში, ვისაც შევატყობინე ჩემი ინიციატივის შესახებ და მე მოხდა ისე რომ რა თქმა უნდა მერმა მხარი დაუჭირა ჩემ პროექტს და ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ქალბატონ მაკასამუშიას ასევე მადლობა არაჩვეულებრივი დარბაზია ლალი ამაზეა ძალიან რაც მე ნანახი მაქვს კი და სწორედ
ჩემი პროექტის დასკვნითი ორი ჩვენება სამეგრელოში სწორედ ამ დარბაზში გაიმართება საათი რა თქმა უნდა როგორც სხვა რეგიონებში ესეც 7 საათზე შედგება და 6 ივნისს ჩვენ ვაჩვენებთ ამ პროექტის ფარგლებში ელდარ შენგელაიას შერეკილებს. რა მაგარია. სამწუხაროდ ამ ფილმიდან თითქმის აღარავინ აღარ არის ცოცხალი, მხოლოდ ბატონი დავით ჟღენტი, ერთავაზის როლის შემსრულებელი, მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ნამდვილად. ვიცი რომ შეუძლოთ არის და იმეც ვიტოვებ, მალე კარგად იქნება. შესაბამისად ამ ფილმის ჩვენება რო გადავწყვიტე, რასაკვირველია მე ესე სუბორდინაცია კანონის დაცვით მიყვარს ყველაფრის კეთება და ალბათ ნელი შენგელაიას დაუკავშირდი და მოუყევი ამ პროექტის შესახებ და რა თქმა უნდა მომისმინა და მზაობა გამოთქვა რომ ამ ფილმის ჩვენება შემდგარი იყო ზუგდიდში და ფილმის შემდეგ მოხდება განხილვა ლალი ძალიან საინტერესო კინომცოდნე ქალბატონი ქეთევან ტრაპაიძე ისაუბრებს დამსწრე ახალგაზრდებთან ამ ფილმის არსზე და მნიშვნელობაზე მადლობა ქალბატონ ფილოსოფიურ აზრზე მადლობა ქალბატონ ქეთევანს ამისთვის და დასკვნითი დღე ეს არის 13 ივნისი ზუგდიდში მოხდება ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მტკივნეულ და მნიშვნელოვან თემაზე გადაღებული ფილმის შინდისის გმირების ჩვენება. ჩემი მეგობრის შვილი თამაშობს რომან გვენცაძე და სულ ამბობს რომ აი ეს ფილმი არის ძალიან მნიშვნელოვანი მისთვის, აი რაღაც თქოს გარდატეხა მოახდინა მის ცხოვრებაში ამ ფილმმა. მოდი გავატაროთ მანქანა. და ყველაზე მთავარი ლალი რაც მინდა აღვნიშნო ამ ფილმის იდეის ავტორი არის ჩემთვის განსაკუთრებით ძალიან საყვარელი ადამიანი ედმონდ მინაშვილი, რომელმაც აი ამ ცოცხალ გმირებთან ოჯახებში იარა. მე იმედი არ გამომივა ბევრის ლაპარაკი, მაგრამ მინდა რომ ავღნიშნო ედმონდის წვლილი, ის არის ამ ფილმის იდეის ავტორი და აი გარდაცვლილი გმირების ოჯახებში არა ეს ნამდვილი ამბები ეპიზოდ შეაგროვა და სწორედ ამ ფილმის ჩვენება იქნება ჩემი პროექტის დასკვნით დღეს და რა ვიცი აი სიტყვები არ მყოფნის მინდა რომ ეს ფილმი ყველამ ნახოს, ყველამ იცოდეს და სხვათა შორის ლალი შეიძლება ითქვას რომ კინოინდუსტრიაში დღეს არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის რომ ქართული კინოს გადაღება არ უწყვეტად და არ არის დაპაუზებული ეს ყველაფერი. იცი რა მაინტერესებს, აი ახლა რასაც ჩვენ ყვები და მართლა მადლიერების გრძნობა კიდე ძალიან მნიშვნელოვანია და ფანტასტიკურია რომ შენ აი ამ ხალხს აღნიშნავ და მართლა შეიძლება ვიღაცა გამოგჩეს, მაგრამ ნუ რეალურად მაინც ვამბობთ ამ ადამიანებზე, ხო? იყო თუ არა, ვინმე ცხადი არ ვიტყვით ვინ. იყო ისეთი ადამიანი, ვთქვათ, რომელიმე რეგიონის ხელმძღვანელი, რომელსაც ნუ უთქვათ, რომ აუ არ მინდა რა. არა, ეს იქნება ჩემგან ძალიან დიდი ტყუილი. მეცაც გეტყვი, ნახე, მე როცა დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა, მხოლოდ ამ 4 რეგიონს არ შევეხმიანე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რეგიონებს შევეხმიანე, მაგრამ აი პირველი, ვინც დამიდასტურა და მზაობა გამოთქმა, მე ავაწყე ამ პროექტის საწყისი, ამიტომ არის ეს რეგიონები პირველი, თორე რიგში დგას დასავლეთ საქართველოს, იმერეთი, ზესტაფონი, რაჭა. ნამდვილად უწყვეტი იქნება. ჩემი ჩანაფიქრი ასეთია და იმედია ბევრი სხვა თქვათ ხელისშემშელი ფაქტორები არ გამოჩნდება და არის თუ ღმერთმა დაიფაროს, არ არის ომი, არ არის რაღაცა დიდი უბედურება, ხო? ადამიანს სულ აქვს სურვილი რაღაცა ლამას ეზიაროს, რაღაცა ახალი გაიცნოს და გაიგოს და ზოგადად სიახლეს აქვს მნიშვნელობა. და კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებისთვის არის, მათი მონაწილეობით არის და მათი უშუალო ურთიერთობა მოხდება, ნუ აი შემქმნელებთან, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამომრჩა. რა თქმა უნდა, დასწრება ყველა რეგიონში არის უფასო. ხო, ნუ ეს უნდა ითქვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ კარგი რომ არ გამომრჩა საუბრის ბოლოს, იმიტომ რომ
ყველა მინდა რომ მოვიდეს ახალი თაობა. მე ხა წინაზე გითხარით რომ მე ყოველთვის ქართული კინოს მოყვარული ვიყავი და მოდრფიალე ბავშვობიდან მოყოლებული, მაგრამ ჩემი შვილის თაობას როცა ვესაუბრები, სამწუხაროდ ძველი ქართული კლასიკური შედევრები ნანახი არ აქვს. და სწორედ ეს აი მანდარი ამაზე ვამბობდი რომ რაც არ არის ციფრულ ვერსიაში რა ქნას კაცო ამ ახალმა თაობამ. როგორც ჩვენთვის იყო ტელევიზორი რაღაც მნიშვნელოვანი, ახლა მათთვის ეს არის ის გაჯეტები, ტელეფონები, ყველაფერი, აგერ გადაცემას ვწერთ და რომ არა თანამედროვე ტექნოლოგიები, ხო, რაღაცა უნდა გაემზადო, შეხვიდე სტუდიაში, მოერგო ყველაფერი. აქ ჩვეულებრივად აგერ ჩვენი მეგობრის დახმარებით ვწერთ ამ სიუჟეტს და მილიონობით ადამიანი ნახავს და ეს გვინდა თუ არ გვინდა, ეს დრომ მოიტანა და თუ არ მოხდა აი ამ შედევრების ციფრულ ვერსიაში გადმოტანა და თუ პატარა ნაწილებით არ დაიბომბა ეთერი, აი მაგალითად თუნდაც რაღაცა დაუმონტაჟებელი პატარა ნაწილები, თქვათ მზადება როგორი იყო. იცი რატომ ჩვენ მივიღეთ თაობა, რომელიც ტაბლოიდურია. სახელწოდება პატარა მოკლე შინაარსი და მორჩა. მე მაგალითად ჩემ სტუდენტებთან, როდესაც ვმუშაობ, ვამბობ, რომ წამიკითხეთ მოკლე შინაარსები, იმიტომ რომ წიგნს არ წაიკითხავთ, ვიცი ზუსტად რომ არ წაიკითხავენ. მინდა მივაჩვიოთ თუნდაც მოკლე შინაარსის კითხვას და ზუსტად ასეა ფილმის შემთხვევაში. თუ ჩვენ არ ვაჩვენეთ პატარა 3-წუთიანი ვერსიები, 5-წუთიანი ვერსიები ვერ შევაყვარებთ. ნამდვილად და სწორედ ეს პროექტი ემსახურება ამას, რომ ყველა უკლებლივ სკოლის დამამთავრებელი ასაკის ბავშვები, მოზარდები მე-9 კლასიდან, იმიტომ რომ ფილმებიც ისეთია შერჩეული, რომ მათ უნდა გაიგონ და შეიმეცნონ, იმიტომ რომ არ უნდა მოხდეს აცდენა, ხომ ხვდებით ასაკობრივი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მე-9 კლასიდან დამამთავრებელი სკოლის ჩათვლი და ადგილობრივი სხვა სურველი ახალგაზრდა მოვიდეს და 4-ვე რეგიონში იყოს სრული დასწრება. ეს წინვალე არის, აი წინვალე იდეაა, მართლა მეც მინდა. ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ რეგიონის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელს, ვინც აი ესე გამოეხმაურა ამ იდეას, ჩაერთო და ჩართულობაც იქნება დარწმუნებული ვარ. კიდევ ერთხელ გეუბნები, აი ესე შენ უნდა იარო ბრემენის მუსიკოსები რო დადიოდნენ, ხო იცი? აი ესე სოფელ, რეგიონ, ჩიხ და მივიტანოთ ის, რაც ასე აკლია ჩვენ ახალგაზრდებს. აი ამითი მე გემშვიდობებით მოროშკინას პოდკასტი ამ არაჩვეულებრივი ძველი თბილისიდან გემშვიდობებათ. დიდი მადლობა ლანას და მომავალ ორშაბათამდე.